დღეს ვსაუბრობ იმაზე, თუ რატომ არის ასეთი ძნელი გამოხვიდე ტოქსიკური ურთიერთობიდან. ტოქსიკური ეს ძალიან ზოგადად დღეს უშუალოდ ვისაუბრებ ნარცისული პერვერტის პარტნიორის თერაპიაზე. და ვინ არის ნარცისული პერვერტი? ფსიქოანალიზში არსებობს განსაკუთრებული ტერმინი, რომელიც შემოიღო ფრაგმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა პოლ კლოდ რაკამიემ. ნარცისული პერვერტი ან ნარცისული პერვერსია. ეს არ არის უბრალოდ თავმოყარი ადამიანი ან ყოფითი ნარცისი, როგორც ხშირად ვუწოდებთ ხოლმე ეგოცენტრულ ადამიანებს. საუბარია პიროვნების სტრუქტურაზე, სადაც მეორის განადგურება ხდება თავად სუბიექტის გადარჩენის საშუალება. გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერესტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ არხზე ვეცდები მაქსიმალურად გასაგები და მარტივიანით ვისაუბროთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ვსაუბრობთ ნარცისულ პერვერსიულ კავშირზე, ამ კავშირის გაწყვეტასა და პარტნიორის თერაპიაზე. რაკამია აღწერდა ნარცისულ პერვერტს როგორც ადამიანს, რომელიც მეორეს ხარჯზე ინარჩუნებს საკუთარ ფსიქიკურ მთლიანობას, როგორც პარაზიტი, რომელსაც სჭირდება არსებობისთვის სხვისი ფსიქიკა, ემოციები. მას არ შეუძლია გაუძლოს საკუთარ შინაგან წინააღმდეგობებს და ამიტომ გადააქვს ისინი პარტნიორზე. აიძულოს მას განიცადოს ის ნეგატიური ემოციები და გრძნობები, რისი განცდა და დამუშავება თავად არ შეუძლია. მისთვის არ განიხილება სხვა ადამიანი როგორც სუბიექტი, არამედ როგორც ფუნქცია. დღეს უშუალოდ ვსაუბრობ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მაგრამ მსგავს ურთიერთობებს შევხვდებით ყველგან ოჯახში, სამსახურში, მეგობრობაში და ესე შემდეგ. ყველაფერი იწყება ძლიერი მიზიდულობით. ინტენსიურობა, ინტერესი, მუდმივად ერთად ყოფნის სურვილი. შეგრძნება, რომ თქვენ საბოლოოდ გხედავენ, თქვენი ესმით, მაგრამ ამის უკან დგას სხვა მიზანი. არა ადამიანთან ერთად ყოფნა, არამედ მისი შთანთქმა, საკუთარი მეს გაგრძელებად ქცევა. რაკამია წერდა, რომ ასეთ ურთიერთობებში ნარცისული პერვერტი მოქმედებს არა სურვილიდან, არამედ საკუთარი ნარცისული სისტემის დაცვის საჭიროებიდან. მას არ შესწევს უნარი და ჯანსაღი ურთიერთობის აგების და ნებისმიერი განსხვავება ანუ სხვისი სუბიექტურობის მიღება საფრთხეა მისი ფსიქიკური სტაბილურობისთვის. ფსიქოანალიტიკურად შეგვიძლია ესე ვთქვათ: სიყვარულის ნაცვლად გვაქვს კონტროლი, თანაბარი გაცვლის ნაცვლად გვაქვს გამოყენება, პარაზიტული და სუბიექტის ნაცვლად აღიქმება ობიექტად ან ფუნქციად ადამიანი. ნარცისული პერვერტის პარტნიორის თერაპიაში ჩვენ გვაქვს საქმე არა უბრალოდ ურთიერთობების ტრამვებთან, არამედ ფსიქიკური ველის პათოგენურ დაინფიცირებასთან. ასეთი კავშირი ანადგურებს ადამიანის უნარს გაარჩიოს საკუთარი თავი და სხვა. ის კარგავს შინაგან საყრდენებს, რეალობის განცდას და ხშირად რწმენას საკუთარი აღქმის რეალურობის. დაკარგულია. სწორედ ამიტომ ასეთი ურთიერთობების შედეგებთან მუშაობა მოითხოვს არა უბრალოდ მხარდაჭერას ან რჩევას, არამედ ძალიან ღრმა ფსიქოანალიტიკურ პროცესს, რომელიც მიმართულია სუბიექტურობის აღდგენაზე. აი ამაზე ვისაუბრებ ცოტა მერე, ბოლოსკენ. როცა ვსაუბრობ ნარცისულ პერვერტზე, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ის არ ირჩევს პარტნიორს შემთხვევითად. ინტუიციურად გრძნობს სხვის ფსიქიკურ დაუცველობას, ტრავმებს, რაღაცის დანაკლისს, ხშირად სიყვარულის, სურვილის იზრუნონ და დაინახონ, მიტოვების შიშსაც. ნარცისულ პერვერტს გააჩნია განსაკუთრებული რადარი, ესე რომ ვთქვათ, სხვის სისუსტეების აღმოსაჩენად. ის თითქოს კითხულობს მეორეს ქვეცნობიერს, რათა შემდეგ გამოიყენოს იგი ნარცისული პერვერსიული კავშირის ასაგებად. და ეს ურთიერთობა შეგვიძლია დავყოთ სამ ძირითად ფაზად და 10 ეტაპად. პირველი ფაზა არის დაზვერვა ხელში ჩაგდება. თავიდან ყველაფერი გამოიყურება როგორც ნებიანი რომანის თითქმის მაგიურის დასაწყისი. იჩენს ყურადღებას, ირეკლავს სიტყვებს, ინტერესებს, ჟესტებს და ქმნის იშვიათი ურთიერთობის ილუზიას. რაკამი ამას უწოდებდა პირველად პერვერსიულ შერწყმას, მომენტს, როდესაც ადამიანისთვის წარმოუდგენელია მიხვდეს, რომ უკვე ჩაბმულია სხვისი ფსიქიკური ლოგიკის მარყურში. აქ ყალიბდება სიმბიოზი, სწორედ ამ ეტაპზე დგას შემდგომი ურთიერთობის სიმყარე. მუდმივად ერთად ყოფნის სურვილი, ყველაფრის გაზიარების. ეს არ არის შემთხვევითი. იდეალიზაცია ასეთ ურთიერთობებში იმეორებს ადრეულ სიმბიოზს. ახალშობილის დედასთან, სადაც ბავშვი თავს გრძნობს დედასთან ერთიანად, სრულიად დაუცველად და საჭიროდ, საყვარლად. რაკამი აღნიშნავდა, რომ ნარცისული პერვერტი ოსტატურად აღმოაჩენს ამ მდგომარეობას, რათა ხელში ჩაიგდოს მეორე და დაინფიციროს საკუთარი ნარცისიზმით. მეორე ფაზა უშუალოდ იდეალიზაცია და შერწყმაა. ამ ეტაპზე მსხვერპლი, ასე დაუძახებ, რომ გრძნობს, რომ ის ხედავს ჩემში ყველაფერს საუკეთესოს, მე იდეალური ვარ.
მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ იდეალურობა არ არსებობს. ყოველი ჟესტი აღიქმება როგორც სიყვარულის დადასტურება, მაგრამ იდეალიზაცია ეს არ არის აღფრთოვანება, არამედ ინსტრუმენტია. ის ქმნის ერთიანობის ილუზიას, სადაც სუბიექტი წყვეტს თანდათანობით ცალკე არსებობას და კარგავს სუბიექტურობას და ამ მომენტში იწყება ზუსტად ფსიქიკური დაინფიცირება. პარტნიორი შინაგანი საზღვრები თანდათან იშლება და ის იწყებს ფიქრს და გრძნობას სხვასთან შერწყმულად. მეორე წყვილი ამ პერიოდში იკეტება იზოლაციაშია, მთელ დროს ერთად ატარებს, იზიარებს საჭმელს, ალკოჰოლს, ინტიმურობას და ძირითადად ყველაფერი ხდება საწოლის გარშემო. ეს თითქმის შერწყმის რიტუალია, სადაც ყოველი აქტი ადასტურებს ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. მაგრამ ამ შერწყმის უკან დგას დაკარგვის შიში და არა სიყვარული. სწორედ ამიტომ ასეთი კავშირის გაწყვეტა მოგვიანებით იმდენად რთულია, რომ ეს ეხება ფსიქიკური ცხოვრების ყველაზე ადრეულ დონეებს, სადაც განსხვავება მესა და სხვას შორის ჯერ კიდევ არ არის აღქმული. ანუ ადამიანი განიცდის რეგრესიას, ძლიერ რეგრესიას. შესაბამისად ხდება ძალიან დაუცველი. მესამე ფაზა არის გაუფასურება და უკვე განადგურება. სუბიექტურობის განადგურება. როცა სიმბიოზი მიღწეულია, ნარცული პერვერტი იწყებს თანდათან სუბიექტის განადგურებას და ობიექტის დაქრცევას, რომელზეც ააგო საკუთარი ნარცისული წონასწორობა. მას არ შეუძლია გაუძლოს მეორეს არსებობას, როგორც სუბიექტის და დამოუკიდებელი ინდივიდის, ამიტომაც არაცნობიერად ცდილობს გაანადგუროს მასში ყველაფერი, რაც აგონებს დამოუკიდებლობას და სურვილებს. იწყება რყევები, მოულოდნელი სიცივე, დისტანცია, კრიტიკა. ის ქრება, იგნორირებას უკეთებს, შემდეგ კვლავ იწყება იდეალიზაცია, შემდეგ ისევ გაუფასურება. ეს მონაცვლეობს. რაკამი ამას უწოდებდა პერვერსიულ კომუნიკაციას, ურთიერთობას, რომელშიც მეორე აღმოჩნდება ფსიქიკური პარადოქსის სიტუაციაში. რაც არ უნდა გააკეთოს, ის დამნაშავეა. ასე ადამიანში იშლება რეალობის განცდა და კარგავს რწმენას საკუთარი აღქმის, იწყებს საკუთარ თავში ეჭვების შეტანას. საბოლოოდ პარტნიორი ფსიქიკური სისტემა ხდება დაინფიცირებული და მისი მესუსტება, ხოლო შინაგანი საყრდენის ადგილს იკავებს უცხო ხმა. სწორედ ეს ხდის ნარცისულ პერვერსიულ კავშირს ძალიან საშიშს. ის არა მხოლოდ აყენებს ტკივილს, ის ინერგება მეორეს ფსიქიკაში. ახლა უფრო ჩავშალოთ და ვისაუბროთ ნარცისულ პერვერტთან ურთიერთობის ჯოჯოხეთის 10 წრეზე, ანუ როგორ მუშაობს პერვერსიული დინამიკა. ნარცისული პერვერტი ცხოვრობს სხვისი ფსიქიკური სივრცის დანგრევის ხარჯზე. ის არ კლავს სხეულს, ის ანგრევს აზროვნების, რეალობის ტესტირების და საკუთარი შეგრძნებების ნდობის უნარს. მისი სტრატეგია შეაღწიოს ფსიქიკაში, რათა მეორე გახდეს მისი შინაგანი ქაოსის გადამტანი. ეს არაცნობიერად, რა თქმა უნდა. სიმართლე იქცევა სიცრუეც, სრუნვა კონტროლად, სიყვარული დამოკიდებულებად. თუ ამას გამოცდილების ენაზე გადავთარგმნით, ურთიერთობა ნარცისულ პერვერტთან ჯოჯოხეთის 10 წრეს მართლა გავს. პირველი არის დაზვერვა, იწყება დაკვირვება, სკანირება სხვისი ფსიქიკის, როგორც ფსიქოანალიტიკოსი პრინციპში, მაგრამ ეთიკის გარეშე. უსმენს, რა გაწუხებთ, რა გინდათ, რაზე ოცნებობთ და რაკამია წერდა, რომ პერვერტი ეძებს მეორეში სუსტ ადგილს, რათა შემდეგ დაეუფლოს მას. ის უკვე თანდათანობით აშენებს პერვერსიულ სცენარს, სადაც თქვენ გახდებით სარკე მისი ნარცისიზმისთვის. მეორე წრე არის იდეალიზაცია. ის ქმნის სრული დამთხოვების ილუზიას. ყველაფერი საერთო სიტყვები, გემოვნება, მოსაზრებები, ცხოვრების რითმი, ყველაფერი. ჩანს თითქოს თქვენ იპოვეთ ის ადამიანი. მაგრამ ეს სტადია არ არის სიყვარულზე, არამედ ფსიქიკურ შერწყმაზე, სიმბიოზის განმეორება. აი დედასთან რო იყო. პერვერტი ცდილობს დაბუსტოს მეორე, რათა აღადგინოს საკუთარი ნარცისული ყოვლისმსვლელობა. მაგრამ ეს ყველაფერი ილუზიაა და ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მესამე წრე. საზღვრების შემოწმება. იწყება ტესტირება. მსუბუქი კრიტიკა, დაგვიანებები, გაუჩინარებები, თითქოს არ ყვევს რამდენის ატანა შეუძლია პარტნიორს. ეს არის ჩაგდებების ფაზა. პერვერსიული პროვოკაციები, რომლებიც მონაცვლეობენ იდეალიზაციასთან. ასე ყალიბდება დამოკიდებულება. ადამიანი ელოდება წინანდელი იდეალიზირებული მზერის დაბრუნებას. მეოთხე წრე არის ყინულის შხაპი. ხდება პირველი სერიოზული გაუფასურება. ეს არის ყოველთვის მოულოდნელი და მძლავრი. აი შოკს რომ მოგხვრის, შენ ყველაფერს არასწორად აკეთებ. შენ არასაკმარისი ხარ, სულელი ხარ. ამას ვუწოდებთ სიგიჟის დანერგვას. ხოლო მექანის, რომელიც აქ გამოიყენება, ვუწოდებთ
ინტროექციას. ანუ ადამიანი გრძნობს იმას, რასაც ნარცისული პერვერტი გრძნობს შინაგანად, მაგრამ მას არ შეუძლია ამის გადამუშავება, ანუ სირცხვილის დანაშაულის გრძნობას, მარტოობას, გაუფასურებას და ეს ამ ყველაფერს გადაიტანს პარტნიორში, შინაგან ქაოსს. და შემდეგ დადანაშაულება გონების დაკარგვაში. როგორ შეიცვალე, ადრე აკრაგი და საინტერესო იყავი. ახლა მგონი გაგიშთი, ხო? და პარტნიორიც იწყებს ეჭვის შეტანას საკუთარ თავში და რეალობაში. რატომ ხდება ასე? რატომ არ მიდის ამ ეტაპზე პარტნიორი? რადგან უჭირს საკუთარი თავის იმ იდეალური ვერსიის დაკარგვა, რაც წინა საფეხურზე შეიქმნა. თუ ადრე კარგი ვიყავი და ვუყვარდი, ახლა ალბათ რაღაც ისე ვერ არის. მე ვერ ვაკეთებ რაღაცას, პრობლემა ჩემშია. და ადამიანს აბსოლუტურად უშედეგოდ ცდილობს საკუთარი თავის ის იდეალური ვერსია დაიბრუნოს, რაც ნარცისული პერვერტის თვალში არსებობდა თავიდანვე. ეს არ არსებობს რეალურად, ხო? ილუზია. მეხუთე წრე. ხრახნების მოჭერა. ნარცისული პერვერტი აძლიერებს ზეწოლას, სიცივე ბრალდებები, დამცირებები, ხშირად საკუთარ მეგობრებთან. ერთმანეთსვლის ძალადობა და მონანიება, რათა საბოლოოდ დაიბნეს პარტნიორი და მისი ფსიქიკა იწყებს დაშლას. მასში თან არსებობს სამყაროს ორი სურათი. ის ძალიან კარგია და ის მანგრევს. აი რაკამი ამას ვწევდა ფსიქიკური კოლონიზაციის მდგომარეობას, როდესაც უცხო ლოგიკა განდევნის საკუთარ აზროვნებას. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია იზოლაცია, რომელიც უკვე მიღწეულია. ანუ პარტნიორს თითქმის აღარ ყავს მეგობრები, ოჯახის წევრები და კავშირები. ეს კავშირები გაწყდა პირველ სტადიებზე, რათა მოხდა ამ ახლობლების სრული გაუფასურება. მეექვსე წრე. წვენის გამოწურვა. უკვე უფრო ღიად იყენებს პარტნიორის რესურსებს, სხეულს, კავშირებს, ენერგიას, ყველაფერს. ადამიანი ცხოვრობს ზღვარზე, კარგავს ძილს, წონას, ან იმატებს, კარგავს ინტერესს ცხოვრების მიმართ. ეს არის სრული დაქვემდებარების სტადია და ნარცისული პერვერტი აღარ მალავს სადისს, რადგან კონტროლი უკვე მიღწეულია. მეშვიდე წრე. უტილიზაცია. როდესაც რესურსები ამოწევრულია, ის უბრალოდ მიდის და თავიდან იშორებს პარტნიორს, რადგან საინტერესო ემოციები აღარ დარჩა, რომ გამოიკვებოს. აკეთებს ამას დემონსტრაციულად, სხვისი უდიდესი დაუცველობის მომენტში და ეს გავს სასიცოცხლო ენერგიის გამოწვევას. ხშირად ამბობს, რომ სხვა არის უკეთესი, სხვასთან სექსი სჯობს, პარტნიორი კი მოსაწყენი და სუსტი გახდა. მერვე წრე. გენერალური დალაგება. ანუ მოასუფთავებს სივრცეს და ყველას უყვება, რომ პრობლემა იყო პარტნიორში. ის იყო ტირანიც, გიჟიც, ისტერიულის და აბიუზერიც. იყეთებს მსხვერპლის ნიღაბს და ეს მნიშვნელოვანი ელემენტია მისი ნარცისული სისტემის, ანუ აღადგინოს თავი დაზარალებულის როლში და ასე ინარჩუნებს კონტროლს ნარატივზე ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგადაც კი. მეცხრე წრე. ნადირობა, ანუ ყველგან გიპოვი. მიუხედავად იმისა, რომ თავად დაშორდა, არ უშვებს პარტნიორს, აკვირდება წერს და შურის იძიებს, ანგრევს მის რეპუტაციას, იკვებება ტანჯვით და ემოციებით და რაკამი ამბობდა, რომ სანამ მეორე იტანჯება, პერვერტი ცოცხალია. მეათე წრე. დიდი დაბრუნება. როდესაც პარტნიორი ცოტა მომჯობინდება და მასში ოდნავ მაინც ახალი სასიცოცხლო ენერგია იღვიძებს, ის ბრუნდება და ამბობს: მოდი ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, მე შევიცვალე. მე ხომ ამდენი გაპატიე, ახლა შენი ჯერია. აი თუ არ მპატიობ, ესე იგი მატყუებდი და არ ყვარები ვარ. და ეს არ არის, რა თქმა უნდა, სიყვარულზე, არამედ მცელობა კვლავ დაიწყოს ციკლი თავიდან, დაიბრუნოს ფსიქიკური ენერგიის წყარო. ნარცისული პერვერტი ცხოვრობს განმეორებებით, ყოველი ახალი ციკლი ადასტურებს მის ყოვლის შემძლეობას. სწორედ ამიტომ ასეთი ურთიერთობის ჩახურვა თითქმის შეუძლებელია დახმარების გარეშე. და აქ განადგურებული არა მხოლოდ ნდობა საკუთარი თავის მიმართ, არამედ უნარი განასხვაოს შენი და სხვისი. ადამიანი დაავადებულია პერვერსიული ლოგიკით. ფსიქოანალიტიკური თერაპიის მთავარი ამოცანა თანდათანობით აღადგინოს ფსიქიკური სივრცე და იდენტობა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, აი რატო არ წამოხვედი? აი ახლა ვისაუბრებ იმაზე, რატომ არის შეუძლებელი ურთიერთობის გაწყვეტა. და მინდა რომ კარგად ჩავშალო ის თუ როგორ მოქმედებს იდეალიზაცია, რადგან ვფიქრობ, რომ ამის გააზრებაა მნიშვნელოვანი და ეს არის გასაღები ურთიერთობის. როდესაც ადამიანი აღმოჩნდება ნარცისულ პერვერსიულ კავშირში, აი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მატყუარა და ძლიერი განცდა არის იდეალიზაცია. და ისე ჩანს თითქოს რაღაც იშვიათი გრძნობა გვაქვს შეხვდით ადამიანს, რომელსაც უსიტყვოდ ესმის, რომელიც საბოლოოდ ავსებს სიცარიელეს და თქვენ ორნი ერთი მთლიანობა ხართ და ხართ ყველას წინააღმდეგ. ნარცისული პერვერტი ქმნის განსაკუთრებულ პერვერსიულ სცენარს, რომელშიც მეორე დაინფიცირებულია
განსაკუთრებულობის შეგრძნებით და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები შენ განსაკუთრებული ხარ. ამ გრძნობას ის პარტნიორის ფსიქიკაში ნერგავს და წარმოიქმნება აბსოლუტური დამთხოვების ილუზია. ერთი ფიქრები, ერთი სურვილები, სუნთქვაც ერთი. ფსიქიკური კოლონიზაციის მდგომარეობა, როდესაც მეორე აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს და მისი ფსიქიკა სხვისი გაგრძელება ხდება. და ეს არ არის დასრული სიყვარული, იმიტომ რომ დასრულ სიყვარულში ყავს ორი სუბიექტი. მე, შენ, ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვა იდენტობა გვაქვს. სხვადასხვა სურვილები გვაქვს. ეს არის პირველადი სიმბიოზის განმეორება დედასთან, ის ადრეული გამოცდილება, სადაც შვილმა ჯერ კიდე არ იცის, რომ ის ცალკე არსებაა. იქ არ არსებობდა საზღვარი მესა და სხვა შორის არსებობს, მხოლოდ სრული შერწყმის შეგრძნება, ხო? სადაც გრძნობენ, ყვებავენ და საჭიროები ვართ. მარგარეტ მალერი ამას უწოდებს სიმბიოტურ ეტაპს, ხო? მაგრამ მერე ბავშვი განცალკევდება, მაგრამ ჩვენ ფსიქიკაში რჩება კვალი, სურვილი დაუბრუნდეს სრული სიმშვიდის და მიღების იმ პირვანდელ მდგომარეობას. მომწიფებულ ურთიერთობაში ნარცული პერვერტი აღადგენს და იმეორებს აი ამ ფაზას. და ეს შეიგრძნობა როგორც სამოთხე, საერთო სივრცე, ერთიანი ჩვევები და იზოლაცია სხვებისგან. ეს მნიშვნელოვანია იზოლაცია. მეორის სხეულში გახსნა. ეს ფიზიკური და ემოციური ერთიანობა აძლევს ადამიანს მოკლევადიანი უსაფრთხოების შეგრძნებას, მაგრამ სინამდვილეში აი ეს ანგრევს საზღვრებს და იდენტობას და ამიტომ თავად სუბიექტურობასაც, ხო? და იდეალიზაცია ეს არის გზა დაიქვემდება რომ მეორე და არა დაუკავშირდე მას. ნარსუპეროც არ ჭირდება სიყვარული, ჭირდება კონტროლი და იდეალიზაცია ხდება პირველი ნაბიჯი მომავალი გაუფასურებისკენ. რაც უფრო მაღლა დგას ობიექტი, მით უფრო ძლიერია დაცემა. და სწორედ ამიტომ ნარსუპეროთან ურთიერთობის გაწყვეტა აღიქვამება ყოველთვის კატასტროფად. ადამიანი განიცდის არა უბრალოდ ურთიერთობის დაკარგვას, ის განიცდის საკუთარი თავის ნაწილის იმეს დაკარგვას, რომელიც არსებობდა მხოლოდ ამ სიმბიოზში. ფსიქიკა რეაგირებს ტკივილით, შფოთვით, პანიკით, რადგან არაცნობიერად ეს აღიქვამება როგორც დედის სხეულიდან გამოყოფა, განმეორება ხო ამ ფაზის, როგორც სეპარაციული ფაზა. მაგრამ სწორედ ამ დინამიკისგანაც გააზრება პირველი ნაბიჯი განკურნებისკენ. გაგება იმის, რომ ეს არ არის სიყვარული, არც ბედის წერა, არამედ პირველადი სცენარის განმეორება. ეს იძლევა შესაძლებლობას გაწყვიტო პერვერსიული კავშირი და დაიბრუნო საკუთარი საზღვრები. ნარცისულ პერვერტთან ურთიერთობის შემდეგ თითქოს ადამიანი ნანგრევებშია. პერვერსია აინფიცირებს აზროვნებას. და პარტნიორი ასეთი კავშირიდან გამოსვლისას არა უბრალოდ გამოფიტული და ცარიელია, არამედ კოლონიზირებული. მის შიგნით ჟღერს უცხო სიტყვები, ინტონაციები, შეფასებები შეიძლება შორს იყოს, მაგრამ თანატარებს ინტროვექტებს, აღნიშნულებს ნეგატიურ გრძნობებს. ამიტომ თერაპია აქ არ არის უბრალოდ ტოქსიკური ურთიერთობის შემდეგ გამოჯანმრთელება. აქ ჩვენ ვსაუბრობთ ფსიქიკის დეკოლონიზაციის პროცესზე. ჩემს პრაქტიკაში თერაპიას ყოფს სამძითად ნაწილად. მოძრაობა სეპარაციიდან სუბიექტურობის აღდგენამდე და შემდეგ სურვილის ანალიზამდე, სრულის აღმოჩენამდე. პირველი ეტაპი არის ფსიქიკური სეპარაცია. და თერაპია მუშაობს როგორც ფსიქიკური იზოლაცია. მნიშვნელოვანი არა უბრალოდ შეწყვეტო კონტაქტი, არამედ გაწყვეტო შინაგანი კავშირი, სადაც პერვერტი კვლავ ცხოვრობს შიგნით, როგორც ხმა, როგორც აკრძალა, როგორც ეჭვი, პარტნიორი ხშირად ამბობს. ყველაფერი მესმის, მაგრამ ვერ ვიჯერებ. გაგება აქ არ ეხმარება, რადგან დაინფიცირებულია თავად აზროვნების სტრუქტურა. რაკა მიამოსწოდა პერვერსიული ლოგიკის შინაგან დაინფიცირებას. და ამიტომ ჩვენი ამოცანა გაიწმინდოს გონება და ეს გრძელი პროცესია. ხანდახან ბევრჯერ არის საჭირო ერთ და იგივე ისტორიის დამუშავება და გაფილტრვა. ამ ეტაპზე არ ვჩქარობ და თანდათანობით ვანახებ ანალიზანს ყველა იმ მექანიზმს, რომლითაც ნარცისულმა პერვერტმა შეძლო მისი ფსიქიკის დამორჩილება. ხოლო დროთა განმავლობაში ის უკვე თავად იწყებს ამის კეთებას და გაანალიზებას. მეორე ეტაპი არის სუბიექტურობის, ანუ ეგოს აღდგენა. როდესაც სხვისი ხმა პარტნიორში ჩუმდება, ის იწყებს საკუთარი თავის გაგონებას. ნელ-ნელა ჩნდება სურვილები, ინტერესები და აზრები, მაგრამ ჯერ ძალიან მყიფეა, როგორც ახალი ენერგიები. პერვერსიული კავშირის შემდეგ სუბიექტი საჭიროებს აღდგენას, რადგან ის ადრე იყო შინაგან სამყაროზე უფლებადაკარგული. აქ მნიშვნელოვანია დავაბრუნოთ მარტივი რამეები, მაგალითად ეჭვის შეტანის უფლება, არცოდნის უფლება, მყისიერად პასუხის არ გაცემის უფლება, საკუთარი საზღვრების არსებობის უფლება. ყველა ეს წვრილმანი ცოცხალი ფსიქიკური სივრცის ნიშნებია და სწორედ ესენი განადგურდა ამ კავშირში.
თანდათანობით ადამიანი კვლავ სწავლობს განასხვავებს მე და სხვა და უკვე მზად არის ფსიქოანალიზისთვის, რომელიც უკვე არის მესამე ეტაპი, უსწავლო ფსიქოანალიზი. და მას უკვე შეუძლია ამ ეტაპზე გაუძლოს შინაგან კონფლიქტებს დანგრევის გარეშე, ჩავიდეთ უფრო ხრმად და იხსნება სივრცე ინტერპრეტაციებისთვის, რატომ აღმოჩნდა სწორედ ამ პარტნიორთან, რომელი არაცნობიერი სცენარი განმეორდა, რა ტრამვების გამო, რა აკლდა და რა შეივსო, რათა თერაპიულად შევასოთ და მოვარჩინოთ რის გამოც მოხდა ის ნარცისულ-პერვერსიულ კავშირში და ვმუშაობთ გამოცდილების და ტრამვების გაანალიზებაზე, ან რა ცნობიერთან. და აქ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას ადამიანის ისტორიას, რომელიც იძლევა გათავისუფლებას. ხშირად პერვერტის არჩევნის უკან დგას ბავშვობის ტრამვა, განსაკუთრებულობის სურვილი, სიყვარულის სურვილი, ნაცნობი ტკივილის განმეორება, რაც ბავშვობაში იყო. როდესაც ეს ლოგიკა ხილვად იხდება, განმეორება წყდება. ადამიანი აღარ ეძებს სწორედ მას, ვინც გადაარჩენს და იზრუნებს. ის ირჩევს საკუთარ თავს და ჩნდება აქ სურვილებით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, სურვილების გაჩენა. ფსიქიკური ჯანმრთელობა იწყება იმ მომენტში, როდესაც ვაბრუნებთ საკუთარი ფიქრებით აზროვნების უფლებას და შესაძლოა სწორედ ამაშია პერვერსიული კავშირის შემდგომი თერაპიის არსი. არა უბრალოდ შეწყვეტო ტანჯვა, არამედ დააბრუნო საკუთარი ხმა და პირველად გაიგონო ის როგორც შენი. თანდათანობით ადამიანი იწყებს წვიმიანების განსხვავებას, სად მთავრდება ზრუნვა და იწყება კონტროლი, სად მთავრდება სიყვარული და იწყება სიმბიოზი, სად არის სიჩუმე, სიმშვიდე და არასასჯელი. ის აღარ ეძებს მას, ვინც იხსნის, რადგან იპოვა საკუთარი თავი, ის ვინც გადარჩა. ჭეშმარიტი განკურნება ეს არის არა წარსულში დაბრუნება და ნორმაში დაბრუნება, არამედ უნარი იცხოვრო საკუთარ რთულ გამოცდილებას და ტრამვებთან ერთად. ფსიქიკა კვლავ ხდება აზროვნების ადგილი და არა ბრძოლის ველი. და სწორედ ამაშია არსი. ამ პერვერსიული ჯოხეთის ყველა წლის გადატანის შემდეგ ადამიანი გამოდის არა წინანდელი, ხო? არამედ ის ვისაც შეუძლია ილაპარაკოს, იგრძნოს და აირჩიოს. დღეისათვის სულ ეს იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე საუბარი ამ ერთი ეპიზოდით ამოიწურა. სასაუბრო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, რადგან ცნობიერების ამაღლება ვფიქრობ საუკეთესო დაცვაა. ჯერ კიდევ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ურთიერთობიდან თავის დაღწევა სხვადასხვა ეტაპზე. თუ ეს თემა გაინტერესებს და გსურს გაგრძელება, შეგიძლიათ დამიწერო კომენტარებში, ასევე გამიზიარო შენი გამოცდილება და არ მოგერიდოს შეკითხვების დასმა. არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონება და ჩემი გვერდის გამოწერა მეტი საინტერესო კონტენტისთვის. ნახვამდის.